1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში გიორგი შიოლაშვილ ხუდუშაურისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა ბიჭი სახელად ირაკლი, რომელიც შემდგომ თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ და სულიერ მამად იქცა. დიახ, ეს ბიჭი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეა. მისი ოჯახის ფესვები სოფელის როდან მოდის. სოფელის რომ განსაკუთრებით უყვარდა პატრიარქს და მუდამ დიდ ყურადღებას აქცევდა მშობლიურ მხარეს. მან ახალგაზრდობა ქალაქ ვლადიკავკაზში გაატარა. დაამთავრა ვლადიკავკაზის 22 საშუალო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ კი სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, შემდგომ კი ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში. ქალაქ ვლადიკავკაზში სწორედ მისი ინიციატივით აღდგენილია მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ის ქართული ტაძარი, რომელიც სწორედ მამამისის გიორგი შიოლაშვილ ხუდუშაურის ინიციატივით აიგო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მელექსიდეკ მესამეს ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში ბერად აღიკვეცა და სახელად წმინდა ელია წინასწარმეტყველის პატივსაცემად ილია ეწოდა. ის აქტიურად ეწეოდა სასულიერო მოღვაწეობას, უფრო და უფრო წინაურდებოდა და ახალ საეკლესიო წოდებებს იღებდა. 1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ ხელდასმული იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1967 წელს აჭარაში 7 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ცხომაფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. 1969 წელს აყვანილი იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტმა ილიამ სოხუმში 11 წელი დაჰყო. ის განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა აფხაზეთს. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული აფხაზეთში არაერთი ტაძრისა და მონასტრის აღდგენა და მშენებლობა. აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ მისი მთავარი ოცნება სწორედ აფხაზეთის დაბრუნება და გაერთიანებული საქართველოს ნახვა იყო. (1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით მეხუთე. 1977 წლის 9 ნოემბერს წმინდა სინოდის განჩინებით პატრიარქის მოსახდრე გახდა ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. წმინდა სინოდის მიერ პატრიარქის არჩევნებზე ერთხმად იქნა არჩეული ირია მეორე და საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი ეპოქა. ოქმი ხმების დამთვრელმა კომისიამ დაითვალა დელეგატებისაგან მიცემული ხმები და აღმოჩნდა მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. მას საპატრიარქო ტახტზე ასვლა ძალიან რთულ პერიოდში მოუწია. საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია ძალიან იზღუდებოდა. არსებობდა მხოლოდ რამოდენიმე ეპარქია, უამრავი ეკლესია და მონასტერი უფუნქციო იყო. მთელი ერი და ქვეყანა ათეიზმში იყო ჩაფლული, მაგრამ ამ სირთულეების მიუხედავად მან მაინც შეძლო და გააძლიერა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. შემოიკრიბა ახალგაზრდები, აზიარა ისინი რწმენას, დააწესა ბავშვების დალოცვის დღე და ყოველ ორშაბათს ლოცავდა მათ. ამ და სხვა წამოწყებების შედეგად ხალხში განჩნდა ინტერესი რწმენისადმი და შედეგმაც არ დააყოვნა. ილია მეორემ ხალხის უდიდესი სიყვარულიდან ნდობა დაიმსახურა და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოში მართლმადიდებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. პატრიარქის მიერ შემოკრებილ ახალგაზრდებს შორის ერთ-ერთი პოლიტიკოსი და ეროვნული მოძრაობის ლიდერი მამუკა გიორგაძე იყო. ის პატრიარქის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანიც გახდა. ჩვენ მას ამ მოვლენების გასახსენებლად დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში შეხვდით. ეს ტაძარი უდიდესი ისტორიის მქონეა. ისტორიული წყაროების მიხედვით სწორედ აქ დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. ამ ტაძარში არსებობს წმინდა თამარ მეფის ფრესკა, რომელიც 80-იან წლებში თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მოხატა. ჩვენ შევხვდით ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, პოლიტიკოს ილია მეორეს ერთ-ერთ პირველ სტიქაროსანს და მასთან დაახლოებულ პირს, ბატონ მამუკა გიორგაძეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა რომ დაინტერესებული ხართ წარსულის კვლევით, შესწავლით. ვიცი რომ ძირითადად გაინტერესებთ თემა მისი უწმინდესობის ღვაწლის შესახებ და
შედეგი ამ ღვაწლისა ფაქტობრივად ხარ თქვენ. აი თქვენ რომელიც დაინტერესდით ამ ყოველივეთი რომ მისმა უწმინდესობამ თავარი რაც გააკეთა ღმერთი დააბრუნა ქართულ საზოგადოებაში. ქრისტიანობა დააბრუნა ქართულ საზოგადოებაში. ახალგაზრდებს მისცა სწორი ორიენტირი როგორ უნდა ეცხოვრა მათ ახალგაზრდებს საერთოდ არ დადიოდნენ ეკლესიაში. არათუ არ დადიოდნენ, საერთოდ თბილისში, ეხლა აი თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, რასაც მე გეტყვით. თბილისში ქართველი მრევლი მარტო იყო სიონის ტაძარში. სულ მოქმედებდა 6-7 ეკლესია. აქედან მამა დავითის ეკლესია არალეგალურად. ასად არ იყო გაფორმებული, რომ მოქმედებდა. აი დღეს ვხედავ ჩვენ რაც ხდება ქვეყანაში. აი თავისთავად ხალხია თუ შევადარებთ იმას, რაც იყო მისი უწმინდესობის აღსაღწრებამდე და რაც არის დღეს მისი გარდაცვალების დროს, აი შევხედავთ და დავინახავთ ამ ხელა ღვაწლია ჩადებული, ამ ხელა შრომა ჩადებული, ამ ხელა მადლია გაღებული, მოგვაბრუნა ჩვენ გზაბნეული ქართველი ხალხი, მოგვაბრუნა უფლისკენ და დავინახეთ რომ ჭეშმარიტი ცხოვრება ეს არის. მე ეკლესიაში რომ მოვედი, აი თქვენ თოლა ვიყავი სკოლის მოწაფე, ვიყავი და იქ დამხვდა 20-იანი, 30-იანი წლების რეპრესიებ გადატანილი მრევლი. ის განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ქრისტეს რწმენა გამოატარეს აი ამ რთულ პერიოდში. ეს იყო ხალხი, რომელსაც ახსოვდა, არა მარტო ახსოვდა, იცნობდნენ და ახლოს იყვნენ დღეს ჩვენთვის საამაყო პატრიარქებთან, კირიონთან, ლეონიდესთან, ამბროსისთან, იმ ძველ მოღვაწეებთან. ისინი გვიყვებოდნენ იმ ამბებს, როგორც ახლა დავუშვათ მე თქვენ გიყვებით მისი უწმინდესობის შესახებ. ეს ძველი მრევლი გვეფერებოდა. ხა უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენ ამ მრევლის მდგომარეობა, აი შეიძლება ისიც კიდევაც 20-იანი, 30-იანი წლების რეპრესიების და დახვრეტების შემდგომ დაიწყო მრევლის დაშინება. მაშინ ეკლესიის კანონი იყო ასეთი, რომ ეკლესიის გახსნა იყო შესაძლებელი მხოლოდ თუ იქნებოდა 20 მორწმუნე მსურველი ეკლესიის გახსნის. ხდებოდა ზეწოლები და ბევრ ეკლესიაში ასეთი სიარული კი უნდოდა 40-50-იან წლებში, მაგრამ ამაზე ხელის მოწერა რეპრესიებთან იყო დაკავშირებული, ეშინოდა ხელს ვერ აწერდა და ასე იხურებოდა ეკლესიები. და აი ეს მრევლი, რომელიც ჩვენი გზავხდა, ის ბუნებრივად ფიქრობდა, რომ ჩვენი თაობა წავა, აღარ იქნება მერე ის 20 კაცი, რომელიც გაბედავს, რომ ხელი მოაწეროს და ალბათ სიონის დაიხურება, როგორც სხვა ეკლესიები დაიხურა და აი ჩვენი მისვლით იმდენად ბედნიერი იყო, ისეთი სითბო და სიყვარული მათგან ქონდა ჩვენ. აი ყველაფერ ჯერ რო თქვა ახლა ისეთი სისულელებსაც პატიობდა, რაღაც ისეთ ცელქობასაც პატიობდა, გვეფერებოდა და აი სიონში აი ჩვენი როხროხი, ხმაური და ასე შემდეგ მათთვის იყო უდიდესი ბედნიერება, როგორც ახლა ჩემთვის არის ბედნიერება, როცა თქვენ გიყურებთ ამ მიმართულ დაინტერესებულ ახალგაზრდებს და მით უმეტეს პატარა ბავშვებს რომ ხედავ სტიქაროსნებს, ძლივს რო დადიან და სტიქარი რო აცვიათ, ამას დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ილიამ მეორემ კაბატრიარქებიდან მალევე დაიწყო ახალგაზრდების შემოკრება და ახალგაზრდები გახდნენ მისი სტიქაროსანები და მათ შორის იყავით თქვენც. როგორ მოახერხა მან ახალგაზრდების დაინტერესება რწმენით? გაიხსნათ ის პერიოდი და ასევე გაიხსნათ პატრიარქთან პირველი შეხვედრა. იგი მისი უწმინდესობა გამოირჩეოდა აღსაღწრებამდე როგორც ეპისკოპოსი. მაშინ სინოდში იყო 6-7 მღვდელმთავარი, აქედან 4 იყო ძალიან ღრმად მოხუცებული. უწმინდესი გამოირჩებოდა თავიდანვე ეპისკოპოსების დროსაც
ვცნობდი რომ რაღაც ახალი ეპოქის დამწყები იყო. ჯერ მარტო ვიზუალი, განათლება, ადამიანებთან ურთიერთობა, მოწესრიგებულობა ძალიან ხშირად მოდიოდა ჯერ ეპისკოპოსების დროს დიდუბის ეკლესიაში ძალიან უყვარდა დიდუბის ეკლესია. სხვადასხვა შემდეგ აქ წმინდა თამარის ხატი თვითონვე მოხატა. ამ ტაძარში და აი სიონშიც რომ მაშინ გაუცნობიერებლად რომ ვეძებთ რა აი ჩვენ თავს ვეძებთ სამყაროს შეცნობა გვინდა აი რომ მოკრავდით თვალს მიხვდებოდი რომ აი რაღაცა განსაკუთრებული ენერგია მოაქვს. ჩვენ არა ვართ არც მორწმუნეები, არც ტიხაროსნები, უბრალოდ გძნობთ რომ ამ ადამიანში არის ენერგია რაღაცა განსაკუთრებული. შეეხება ტიხაროსნობას, უწმინდესობამ სიონში მოსიარულე ახალგაზრდა ბიჭებისგან შეკრა გუნდი და მისმა უწმინდესობამ დაიწყო სწავლება თუ როგორ უნდა მოქმედათ ტიხაროსნებს. მოვიყარეთ ავი ყველა ვინც საკუთარ თავს ვეძებდით, ვინც სამყაროს შემეცნება გვინდოდა, ვინც საქართველოს თან მიმართებაში ვფიქრობდით, ვინც ვძნობდით რომ ქვეყანა არასწორად მიდიოდა უწმინდესობის მობრძანებამ უფრო მეტი ყურადღება ეკლესია მიიქცია ყურადღება მივედით და ის რასაც ვეძებდით იქ ვნახეთ და ყველა ის ახალგაზრდა რომელიც ასე ძიების პროცესში იყო ყველა მოიყარა სიონში თავი. ბევრი მათგანის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა. აი შემიძლია ვთქვა მაგალითად მამა თეოდორე ჩიხლაძე რომელიც შემდეგ დახვრიტეს აი თუ გაგიგიათ თვითმფრინავის საქმესთან დაკავშირებით. იქვე თვითმფრინავის ამბავზე იყო სოსო წერეთელი, გია ჭანტურია თუ გაგიგიათ ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობისა, რომელიც მომოწაწყლოდ დახვრიტეს პირდაპირ ქუჩაში. სხვები, რომლებიც გოგიშიოლაშვილი და ასე შემდეგ. რომელ განსაკუთრებულ თვისებას გამოყოფდით, რამაც თქვენზეც შეაძლებინა ის, რომ ეს სირთულეები დაძლია და ქართველი ხალხი დააინტერესა წმენით. განსაკუთრებით რომელ ერთ თვისებას გამოყოფდით? უკიდურგან რწმენა და სიყვარული. აი გძნობდი რომ აი შეუძლებელია ამხელა სიყვარული და რწმენა გქონდეს ადამიანს თუ პირდაპირ კავშირზე არ არის უფალთან. იმიტომ რომ სიყვარულის აი ნებისმიერი ვინც მასთან კონტაქტი ქონია, კითხეთ და გეტყვის რომ ყველაზე მეტად ის უყვარდა. აი ნებისმიერს კითხეთ რა მე ვიქნები სხვა იქნება რომ ყველაზე მეტად მე უყვარდი რომ ყველაზე მეტად მე მეხუტებოდა ყველაზე მეტად მე მლოცავდა აი როგორც უშურველად ღვთისგან ბოძებულ ამ სითბოს და სიყვარულის გზნობას გასცემდა და ეს ადამიანებს აიძულებდა რომ უკეთესი ყოფილიყო. მე მოსწრებული ვარ როგორ საუბრობდა ის თავის კლასელებთან ყაზბეგში კლასელებთან. აი ალბათ რა თქვენ რომ საუბრობთ რა. აი არ იგზნობოდა რომ აქ კლასელებს შორის არ იგზნობოდა რომ ერთი პატრიარქია რომელსაც მთელი საქართველო პატივსცემს და ხელზე ატარებს და მეორე რიგითი ადამიანი რომელსაც არავინ არ იცნობს გარდა მისი კუთხისა. მისი გარდაცვალების შემდგომ თითქოს საზოგადოებაში გაჩნდა უიმედობის გრძნობა, დაუცველობის გრძნობა. რა სიტყვით საზოგადოებას? აქ ეს გეცანხმებით ჩემ წავზე შემიძლია ვთქვა და ყველა ალბათ იტყვის რომ რაღაცნაირად ჩვენ ცოტა ხო მოშვებული ვიყავით, იმიტომ რომ პატრონი ყავდა. იმიტომ რომ გჯეროდა რომ აი უწმინდესი ილოცებს და აი ჩვენს უგერგილობას ასე ვთქვათ გადაფარავს. უწმინდესი ილოცებს და მე რო გუშინ მარხვა გავტეხე იმას გადაფარავს. ახლა დავდექით რა იმის წინაშე რომ უკვე ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენ ქვეყანა. უნდა მივეჩვიოთ მის გარეშე ცხოვრებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ გაგვიკვალავს კიდევ გზას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მამუკა კიდევ ერთხელ რომ დავგითმეთ რომ დაგემშვიდობებით.
გაიხარეთ, გლოცავთ, ძალიან მიხარია, მე არ ვიცი, მე უფრო მეტი მოგეცით თქვენ თუ თქვენ უფრო მეტი სიამოვნება მომანიჭეთ, რომ აი ამ ასაკში დაინტერესებული ხართ ამ თემატიკით, ღმერთმა გაგაზლიეროთ, ღმერთმა ზალა მოგზავნოთ, ღმერთი ფარად და ყავს ორიენტირი, ჩემი თაობა იქნება თუ თქვენი თაობა, ყავს ორიენტირი და მივყვეთ ამ გზას და ნამდვილად ვიქნები წარმატებული თქვენც და სრულიად საქართველოც. მადლობა. ახლა ჩავიმყოფებით სამების ლავრაში. საქართველოს ყავდა ორი გამორჩეული ილია. ილია მართალი, რომელმაც დაგვიტოვა სიტყვები მამული ენა სარწმუნოება და პატრიარქი ილია მეორე. პატრიარქი ილია მეორე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო. მისი ღვაწლი არა მხოლოდ ეკლესიის აღორძინებაში, არამედ მთელი ერის სულიერ გაძლიერებაში გამოიხატებოდა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამსახურებაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია საუკუნეებს ითვლის სწორედ ამის აღიარებას ითხოვდა ილია მეორე. მიუხედავად იმისა, რომ ავტოკეფალია ისტორიულად არსებობდა, საბჭოთა პერიოდში მისი მნიშვნელობა და აღიარება იზღუდებოდა. ილია მეორის ძალისხმევით და მიზანმიმართული დიპლომატიური საქმიანობით მსოფლიო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა, რამაც ქვეყნის სულიერი ავტორიტეტის გამტკიცებას შეუწყო ხელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ილია მეორის კიდევ ერთი ინიციატივა ბავშვების საყოველთაო ნათლობის ტრადიციის დაწესება. ილია მეორემ დააწესა, რომ ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია თავად გახდებოდა. ამით მან არა მხოლოდ ხელი შეუწყო დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ გააძლიერა ოჯახის ინსტიტუტი და ეკლესიის როლი საზოგადოებაში. იგი 50,000-ზე მეტი ბავშვის ნათლია გახლდათ. ჩვენი ინტერნეტ მედიის წევრი ლიზი შარმანაშვილი გაესაუბრა თავის პატარა და-ძმას, რომლებიც პატრიარქის ნათლულები არიან. ჩემთვის პატრიარქი. ჩემთვის პატრიარქი იყო თბილი ადამიანი, კარგი ადამიანი, კეთილი, ის ყველას გლოცავდა, ის ყველას გვიყვარდა და ეს იყო საყვარელი ადამიანი. შემდეგი შეკითხვა არის ესეთი, თუ რას ნიშნავს თქვენთვის, რომ მისი ნათლულები ხართ? მე და თომას ძალიან გვიხარია, რომ მისი მონათლულები ვართ და ვცდილობთ, რომ კარგად მოვიქცეთ. თომა, რას გაიხსენებ მასზე, ან რა გსმენია ზოგადად პატრიარქის შესახებ? და ბავშვებზე მივყავდა ყველას ხალხში გლოცავდა და გვიყვარდა ყველას და თბილით იყო. ეს არის როგორ გაიგე მისი გარდაცვალების შესახებ? სახში როცა მოვედი, ტელევიზორში მოვისმინე, რომ პატრიარქი გარდაიცვალა, ძალიან ბევრი მიტირე, ძალიან დავწყებული, მაგრამ ის ციდან გლოცავს. თომა, როგორ უნდა გავიხსენოთ პატრიარქი? რა ვქნა სიყვარულით, ყველას უნდა დავეხმაროთ, გაჩვენებულით და პატრიარქს უნდა შევშუროთ ყველაფერი. და საბოლოოდ რას ეთყოდით პატრიარქს? გვიყვარხართ პატრიარქო, ყოველთვის გვემახსოვრები. ილია მეორის მოღვაწეობა მრავალმხრივია. მან აღადგინა და ააშენა უამრავი ტაძარი და მონასტერი, გააძლიერა სასულიერო განათლება, შემოიკრიბა ახალგაზრდობა და ეკლესია კვლავ მნიშვნელოვან ძალად აქცია საზოგადოებაში. სწორედ მის სახელს უკავშირდება სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც საქართველოს სულიერი აღორძინების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ტაძარი აშენდა საზოგადოების, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ძალისხმევით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ეროვნულ მნიშვნელობას. ილია მეორის ინიციატივითა და კურთხევით აშენებული ეს გრანდიოზული ტაძარი გახდა არა მხოლოდ უდიდესი მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი საქართველოში, არამედ მთელი ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლო. სამების ტაძარი დღეს წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარ საკათედრო ტაძარს. ეს ტაძარი გამოირჩევა არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ მისი სიდიადით. აღსანიშნავია, რომ სამების ტაძრის მშენებლობის პროცესში ილია მეორე პირადად იყო ჩართული და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა თითოეულ დეტალს. ხალი იესო ქრისტე ბრძანებს და კლდეს ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ვჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას აი კლდეს ამას ზედა ჩვენ უნდა აღვაშენოთ წმინდა სამების ტაძარი
და ამით ჩვენ გვინდა აღვაშენოთ ჩვენი სულიერი ტაძარი და ისწორედ ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებული და აქედან ვიწყებთ ჩვენი ერის გამტკიცებას. $2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ილია მეორემ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი გამბედაობა. მძიმე ვითარების, რუსული მხარის უარისა და უდიდესი საფრთხის მიუხედავად ის მაინც ჩავიდა საომარ ზონაში და გადმოასვენა გარდაცვლილები. მან ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა საომარ ზონაში და მოინახულა საავადმყოფოში გადაყვანილი დაჭრილი მეომრები. ჩვენ გავესაუბრეთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს მამა დავით ნოზაძეს, რომელიც წლების განმავლობაში ილია მეორესთან ერთად სიონის ტაძარში მსახურობდა. სალმებით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ქრისტიანს ღმერთმა მშვიდობა მოხსნით. როგორი ადამიანი იყო ილია მეორე, რომელ თვისებებს გამოარჩევდით? სიყვარული, პატივისცემა ადამიანის მიმართ. ეს იყო უაღრესად ზრდილობიანი, თავმდაბალი. უმცროსთანაც კი არასდროს უმცროს ადამიანს თავის ნაკურთხსაც კი, აი მასზე 30-50 წლით უმცროსაც კი შენობით არ მიმართავდა. მიმართავდა ყოველთვის თქვენ. აბა თქვენ რას ფიქრობთ, აბა თქვენ როგორი ტყვით და აი ეს იყო და არის საზოგადოდ სხვა ადამიანის დაფასების უმაღლესი სტადია. როგორ გაიხსენებდით პერიოდს, როდესაც თქვენ სიონში მოღვაწეობდით, მსახურობდით ილია მეორესთან ერთად? 96 წლიდან 2002 წლის ჩათვლით 2 წლის გამოკლებით. 4 წელი ვიყავი მასთან და მსახურებდი მის წინაშე და მისი ლოცვა-კურთხევით სიონში. ეს იყო მთელი 4 წელი დახუნძლული სიკეთითა და მადლით. ჩვენ სწავლობდით საერთოდ. აი ხო არის სახარება, არის წმინდა წერილი, არის წმინდა მამების ნაშრომები, მაგრამ ეს ცოცხლად ხორციელდებოდა ჩვენი პატრიარქის ქცევით, მისი ცხოვრებით. ანუ ის რაც დაწერილია, იმას საქმით აღასრულებდა პატრიარქი და ჩვენ ამას უყურებდით. ეს იყო ცოცხალი მაგალითი, ცოცხალი გადმოცემა წმინდა წერილისა და უამრავი საათი, უამრავი კვირა, უამრავი თვე, უამრავი წამი და წუთი მასთან გატარებული იყო ბედნიერება. ილია მეორე სარგებლობდა ხალხის უდიდესი ნდობითა და სიყვარულით. თქვენი აზრით როგორ მოახერხა მან ეს? შესავალ სიტყვაში უკვე ვთქვით, რომ ის იყო განხორციელება წმინდა წერილის. ადამიანები ჩვენგან ითხოვენ ცხოვრებით დადასტურებას იმისა, რასაც სიტყვით ვასწავლით. და ის ამას აკეთებდა სიტყვითაც და საქმითაც, ადასტურებდა ქრისტეს ხარებას, ქრისტეს აღდგომას, ქრისტეს სახარებას. ასე რომ, როცა ადამიანი ხედავს, რომ სასულიერო პირის სიტყვა და საქმე არის ერთი და არ განშორდება ერთმანეთისგან, არ არის განსხვავებული,
მაშინ აქვს ძალიან დიდი მინდობა და დიდი რწმენა იმ ადამიანისადმი. პატრიარქზე დამოკიდებულია ეკლესიის და ერის სულიერი კეთილდღეობა, ერის განსწავლა და განათლება, სულიერად განსწავლა და განათლება, ეს არის ღვაწლი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს კეთილნაყოფს. დაივიწყო საკუთარი თავი, გადადო გვერდზე შენი კეთილდღეობა და იფიქრო სხვაზე და შეწირო სხვას შენი მთელი ენერგია, მთელი შენი ცხოვრება. ეს იყო ჩვენი პატრიარქისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება. და ბოლო კითხვა, რას ეტყვით ჩვენს თაობას და ზოგადად მომავალ თაობებს ილია მეორეს შესახებ? მან არაერთი მნიშვნელოვანი შეგონება დაგვიტოვა, მაგრამ თქვენ რომელს გამოარჩევით, რა უნდა გვახსოვდეს მუდამ? წიგნიერება არის აუცილებელი. წიგნს ვერ ჩაანაცვლებს ინტერნეტი. აი ამაში პატრიარქსაც უნდა ვენდოთ და გამოცდილ ხალხსაც. წიგნი ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. წიგნთან შეხება ეს არის ცოცხალი ურთიერთობა იმასთან და იმათთან, ვიზედაც არის საუბარი და ვის მიერაც არის დაწერილი ეს წიგნი. ამიტომ განათლება, ნახევარი განათლება და ნახევარი ცოდნა უცოდინრობაზე უარესია. განათლება სწრაფვა წიგნიერებისკენ, სწრაფვა განათლებისკენ. უამრავი რამ არის ინტერნეტში, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო. როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა, ყველაფერი შემიძლიაო, ყველაფრის მიღება შემიძლიაო, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის ჩემთვის. ამიტომ მე უნდა ვისწავლო გარჩევა. აი ახალგაზრდები თუ ისწავლიან ამის გარჩევას, ეს იქნება ძალიან დიდი საფუძველი მათი გონიერი, სერიოზული მომავლის ჩამოყალიბებისთვის. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუს და მოგვეცით ეს შესაძლებლობა. ერთმა მშვიდობა მოგცეთ, დაგლოცოთ, გაგახაროთ, იცოცხლოთ. ილია მეორეს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებთან. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა საქართველოში. ილია მეორის მმართველობის პერიოდში საქართველოს ორი რომის პაპი ეწვია. პირველად 1999 წელს საქართველოს ეწვია იოანე პავლე მეორე, ხოლო მეორედ 2016 წელს საქართველოში ჩამოვიდა რომის პაპი ფრანცისკე. ილია მეორის დამოკიდებულება არამართლმადიდებელ კონფესიებთან გამოირჩეოდა ერთდროულად საკუთარი სარწმუნოების ერთგულებით და ამავდროულად სხვა რელიგიებისადმი უდიდესი პატივისცემით. ის ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უნდა დარჩეს მტკიცე საკუთარ ტრადიციებსა და სწავლებაში, თუმცა ამას არ უნდა ახლდეს სიძულვილი ან დაპირისპირება სხვა სარწმუნოებების მიმართ. პირიქით, მისი პოზიცია იყო, რომ აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრება, დიალოგი და ურთიერთპატივისცემა. 26 საუკუნეა ებრაელები ჩვენთან არიან, ასევე მუსულმანები, ასევე სხვა რელიგიის და ეროვნების წარმომადგენლები. ქართველი ადამიანი მუდამ ითმენდა, შეიწყნარებდა მათ და პატივსცემდა მათ რელიგიას და მათ ეროვნებას. გამიმართლა ცხოვრებაში, რომ აი ეს მადლი მომცა ღმერთმა ჩვენს უწმიდესთან ერთად, რომ გველოცა სრულიად საქართველოსთვის. სხვა უამრავ ინიციატივასთან ერთად ილია მეორემ დაამკვიდრა ქრისტეს დატირების ტრადიცია, რომელიც თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის განსაკუთრებულად ემოციური და სულის შემძვრელია. დავით გურამიშვილის ლექსზე შექმნილი ეს დატირება ყოველ წითელ პარასკევს სრულდება და უკვე 47 წელია მას შეუდარებელი პროფესიონალიზმით ასრულებს ნაირა ნაჩხატაშვილი. ორთას 26 წლის წითელ პარასკევს მას დატირების შესრულება განსხვავებული განცდით მოუწია, რადგან იქ აღარ დახვდა ილია მეორე პატრიარქი, რომელმაც თავად დაამკვიდრა ამ დატირების ტრადიცია. რომ მოისმინა ძალიან მოეწონა და ნაირა დღეიდან შენ ამ საგალობელს იგალობებო.
ის დღეიდან გაგრძელდა 47 წელია ამ საგალობელს ვგალობ. ილია მეორე დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი ძალისხმევით საქართველოში ჩამოყალიბდა არაერთი სასულიერო აკადემია და უნივერსიტეტი. იგი აქტიურად ეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ შორის იყო ნიკოლოზ რაჭველი, რომელიც შემდგომში მისი საგალობლების თანაავტორი გახდა. იმის თქმა მინდა რომ დრო გავა და ქართულ ხალხურ ძირძველ საგალობლებთან ერთად გვერდით მუდამ დარჩება ისტორიას მისი კირიელეისონი, მისი დავიღალე, მისი წმინდა ოღმერთო და მისი შექმნილი არაერთი უკვდავი მელოდია. ილია მეორეს უყვარდა განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობა და სხვადასხვა სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებთან ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით, ხელოვნების, პოეზიისა და მუსიკის მიმართულებით. მას შექმნილი აქვს არაერთი საგალობელი, დაწერილი აქვს მრავალი ხატი და არის არაერთი ლექსის ავტორი. სწორედ მისი ინიციატივით საქართველოში 2010 წელს ჩამოვიდა ცნობილი საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე. ჩვენ პატრიარქის 8 წელზე სასაუბროდ თბილისის სასულიერო სემინარიაში შევხვდით ისტორიკოს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, თეოლოგიის დოქტორს, პროფესორს და საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგეს, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს, რომელიც ძალიან ახლოს იცნობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ შევხვდე ამ სკოლის მოსწავლეებს და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აინტერესებს მისი უწმინდესობის განსვენებული პატრიარქ ილია მეორის შესახებ. პირველი კითხვა ასეთია, პირველად როდის და როგორ გაიცანით ილია მეორე და მასთან პირველი შეხვედრისას როგორი თავისუფლება დაგრჩათ? 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ვესწრებოდი 151 პატრიარქის ილია მეორის აღსაყრებას. ეს იყო თითქმის 50 წლის წინ. მაშინ ჩვენ ახალგაზრდები რაღაც უშუალო ისტორიული მოვლენის მონაწილენი გავხდით, თუმცა ბოლომდე გააზრებული არ გქონდა რა იყო ეს. მაგრამ იქიდან ჩვენ დავიწყეთ ინტენსიურად სიონის საკათედრო ტაძარში სიარული და იმ სისტემის დროს, რომელსაც საბჭოთა სისტემა ერქვა, ეკლესია აღმოჩნდა ერთგვარი ისეთი კუნძული, სადაც ჩვენ სულიერ სიშვიდეს ვყვარდით. თუ არის ისეთი ეპიზოდი ან ისტორია, რომელიც განსაკუთრებით და გამახსოვდა ილია მეორესთან ურთიერთობის დროს? ძალიან ბევრია ასეთი ეპიზოდები. მაგალითად, ჩვენ არაფერი არ ვიცოდით ქრისტიანობის წინვალოცვაზე დავდიოდით, მან გვასწავლა როგორ უნდა მოუქცეულიყავით, როგორ უნდა გვესწავლა პირველი აუცილებელი ლოცვები და საერთოდ როგორი უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელსაც უყვარდა თავისი სამშობლო და თავისი დედა ეკლესია და ამ ურთიერთობებში ძალიან უშუალო იყო პატრიარქი. ვერ წარმოიდგენთ რამდენად უშუალო და თითოეული ახალგაზრდის გვერდით მდგომი გახლდათ. 88 წელს გაიხსნა სასულიერო აკადემია თბილისში და მაშინ პატრიარქმა სრულიად ახალგაზრდა ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ვიყავი მაშინ, მომიწვია ამ აკადემიასა და სემინარიაში საქართველოს ისტორიის პედაგოგად და აი ძველი საპატრიარქოს შენობაში იყო შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მიხარით ხელოვნებასობა გამოცდილება არ მაქვს თქო. გამოცდილება საიდან იქნება თუ არ დაიწყება, გამოცდილება შეიძლება აი ამ პროცესში რომ ჩაერთვები აქ არის ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე, ბატონი ზაზა ალექსიძე და აი ამ გამოცდილებას ვიღებო და მართლაც ასე მოხდა იქიდან მოყოლებული სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ვარ საქართველოს ისტორიის და საქართველოს ეკლესიის ისტორიის პედაგოგი.
აი ეს პირადი ურთიერთობები ბევრი სხვადასხვა სახისა იყო, განსაკუთრებით აი ეს მუშაობდი კათოლიკოს პატრიარქების ბიოგრაფიებზე და კირილიდან მოყოლებული დამთავრებული მისი უწმიდესობის ილია მეორის ბიოგრაფიაზე და არქივში მიხდებოდა საპატრიარქოს არქივში მუშაობა. უზიარებდი ჩემს შტაბ-ეპილეგებს მისვენ და ძალიან ყურადღებით და ზოგიერთ რჩევებსაც მაძლევდა და ეს ურთიერთობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი. ლიამორემ შეძლო ათენში ჩამქრიელი გამოახიზნა მოაბუნა ქრისტიანობისაკენ და უამრავი ტაძარი და მონასტერი ააგო. როგორ ფიქრობთ, როგორ მოახერხა მან ეს ყოველივე? ეს ყოველივე მან მოახერხა იმით, რომ მას ჰქონდა ძალიან დიდი სულიერი შინაგანი ძალა და იმის უნარი, რომ დაერწმუნებინა სამწყსო, რომ ეს ასე იყო საქმე. მაგალითად, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა როცა დაიწყო, ნივთიერად ძალიან უჭირდა ჩვენ ქვეყანას. ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ ეს ტაძარი აშენდებოდა, მაგრამ აშენდა და არის დღეს მშვენება ქართული ეკლესიისა და პატრიარქი ბრძანებდა, რომ ეს არის მე-20 საუკუნის ბოლოს და 21 საუკუნის ქართული ხალხის პასპორტი. აი ასე შეიძლება ითქვას თითქმის ყველგან, სადაც ტაძრები შენდებოდა და შენდება პატრიარქის დიდი სულიერი ძალა შეწევნა იყო ამის საფუძველი და აი სახალხო პატრიარქი იყო, როგორც შეიძლება ითქვას, რომ მასთან შეეძლო ყველაფრის სულიყო. განურჩევდა თავის სოციალური წარმოდგენა და ეს სიყვარული თავისთავად წარმოშობდა ერთიანობას და რაიმე მიზნისაკენ ერთიან სწრაფოს, რასაც შედიდი აუცილებლად ჰქონდა. როგორ შეახსენეთ ილია მეორის როლს? პატრიარქმა შექმნა ეპოქა. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ასე დიდხანს ვინმე ყოფილიყო ეკლესიის საკითხობელი, რაც მისი უწმინდესობა ილია მეორე იყო და მან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ყოფილი ჩვენი ეკლესია ჩაივარა. სულ იყო 50-მდე მოქმედი ეკლესია და 60 სახლი და 70 სასულიერო პირი და დღეს მოიხსენება ეკლესიათა რაოდენობა 2400-ზე მეტია და 3200 მეტი სასულიერო პირია. ერთი სემინარია იყო მცხეთაში და დღეს სემინარიები არის ეპარქიებში. რამდენიმე საერო უმაღლესი სასწავლებლის მის სახელთანაა დაკავშირებული და მან საეკლესიო ცხოვრების ყველა მიმართულება ააღორძინა და სრულად ახალ სიმაღლეზე აიყვანა. და ის რაც თავის სიცოცხლეში ვერ გააკეთა, აი გარდაცვალებით თითქოს დაასრულა. მაშინ ამ დღემ 17 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით დაგვანახა, რომ არავითარი პოლიტიკური პარტია, განსხვავება, ყველა დიდი და პატარა 1,5 მილიონ მეტი ქართველი გამოვიდა და არა ქართველიც, რათა პატივი მიეგო ამ დიდი ისტორიული პიროვნებისათვის. მას აქვს ერთი ძალიან კარგი სიტყვა ერთ-ერთ ეპისტოლეში, რომ სულიერება ხალხში გადის ცალკეულ მადმოსი პიროვნებათა მეშვეობით, რომელიც თვითონ სანთელივით იწვიან და გზას უნათებენ თავის აი ამ სულიერ საძმოს. და პატრიარქი სწორედ ასე იყო, სანთელივით იწვოდა, რათა გზა გაენათებინა საქართველოსათვის. იმას გვამიდა გადაგიხადოთ, რადგან დაგვიწმეთ, რომ მოგეცეთ საშუალება იმისა, რომ გვესაუბრა ილია მეორეზე, ძალიან დიდი მადლობა დაგავშირებით. ეს მინდა გითხრათ მადლობა და გითხრათ ერთი რამ კიდევ ერთხელ, ჩემი უფასებო, ახალგაზრდებო, რომ აი ალბათ ყველაზე უკეთესი იქნება მე ჩემი სიტყვით კი არ მოვაგრძელო, გადაგიწერეთ ელი. გარდაცვალებამდე ცოტა ხნის და ადრე ამ სიტყვებით მიმართავს ახალგაზრდებს. სალამი ახლად მომავალო, უკვე მიმავალი გეთხოვები და საგულისხმოა და ძადვერას გიტოვებ, გარდა მარტო ხვეწნაედრებისა. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ერი, როგორც პირველი საფეხური კაცობრიობის მისწრაფებისა, მაგრამ იმისთანა სიყვარულით, რომელსაც სარჩულად გულწრფელობა უდევს. უამისოდ ყოველგვარი შრომა ამაოა,
ისე მთხოვნელს არ აქვს უფლება თქვას უფალი ჩვენთან არის ალილუია. ჩვენ სიუჟეტში წარმოდგენილი თითოეული რესპონდენტი საუბრობს ილია მეორის შეუდრეკელ და შეუპოვარ ხასიათზე, თუმცა ამის მიუხედავად წლებმა თავისი გავლენა მაინც მოახდინა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათანობით უარესდებოდა. 2026 წლის 16 მარტს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. იგი თავდაპირველად ჩაფიცის გულის კლინიკაში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად იმავე ღამით სიტყვით გამოვიდა პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიო და საქართველოს სამწუხარო ამბავი ამცნო. ძალიან მიჭირს ახლა იმის თქმა რაც უნდა მოგახსენოთ. ამ რამდენიმე წუთის წინ თივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ. ამ ცნობამ მთელი საქართველო გლოვაში ჩააგდო. სამების საკენტრიგები 24 საათის განმავლობაში არ წყდებოდა. დიდები, პატარები, მოხუცები, ყველა იქ იდგა. ქართველის და არაქართველის ყველა ერთიანად გამოხატავდა პატივისცემასა და სიყვარულს პატრიარქისადმი. ეს იყო იშვიათი ერთიანობისა და საერთო ტკივილის გამოხატულება. პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოსულები იყვნენ თითქმის მთელი მსოფლიო და საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველიც. Eleison imas Deus cat omega eleosum, Deo me falso epacuson, que eleison. Et Deo me fai per macari. და დადგა უმძიმესი დღე 22 მარტი, როდესაც ქართულმა ხალხმა მისივე სურვილის თანახმად პატრიარქი ილია მეორე სიონის უძველეს ტაძარს მიაბარა. ხალხი ცრემლით, ანთებული სანთელით, ვარდებით და დუმილით აცილებდა უკანასკნელ გზაზე,
პატრიარქს, რომელიც 59 წელი ხელმძღვანელობდა ქართულ ეკლესიას, პატრიარქს, რომელმაც ადამიანებს დაუბრუნა რწმენა და პატრიარქს, რომელმაც თითოეულ ჩვენგვარს გვასწავლა, რომ თავად უფალია სიყვარული. ჩვენს პროექტზე მუშაობის დროს გაჩნდა იდეა, რომ პატრიარქის 40-თან დაკავშირებით შევეგროვებინა თანხა და პროდუქტები, რომელსაც გადავსცემდით თავად პატრიარქის მიერ დაარსებულ მოწყალების სახლს. ჩვენ ეს ჩანაფიქრი რეალობად ვაქციეთ და მოწყალების სახლს ვესტუმრეთ. ახლა ვიმყოფებით მოწყალების სახლში, რომელიც თავად პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით დაარსდა. სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად შევაგროვეთ თანხა და პროდუქტები, რომელსაც ახლა მოწყალების სახლს გადავცემთ. თბილისში, წმინდა გიორგის კარის ეკლესიის ეზოში, პატრიარქის ინიციატივით უკვე 32 წელია არსებობს მოწყალების სახლი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოყალიბდა. პატრიარქის ინიციატივა ასეთი იყო: აქ უნდა მიეღოთ განურჩევლად ყველა, ვისაც დახმარება სჭირდებოდა. აქაურობას უკვე 32 წელია ხელმძღვანელობს ქალბატონი მზია კაცაძე. მას ჩვენ გავესაუბრეთ და ვთხოვეთ გაეხსენებინა რაიმე საინტერესო ფაქტი მოწყალების სახლისა და პატრიარქის შესახებ. თვითონ მისი უწმინდესობაც ყოველ ორ შაბათს როგორც წესი გვსტუმრობდა მოწყალების სახლში, აქ მობრძანდებოდა და აი ესე ქვაბს ახდიდა, ნახავდა როგორი იყო ეს კერძი რაღაცნაირად და ერთხელ რამდენიმეჯერ ისიც ვთხოვა, რომ პატრაქილაში გადმოვიღეთ და მეც მივირთმევ, ნახოთ თუ ესენი რას მიირთმევენ, ეს გაჭირვებული ადამიანებია. მოწყალების სახლის შემდეგ ჩვენ სამების საკათედრო ტაძარს ვეწვიეთ, რათა მოგველოცა ქართული ეკლესიის მთავარი სიმბოლო. აქ ინახება ილია მეორის მიერ შექმნილი არაერთი ხატიც. სამების საკათედრო ტაძრიდან კი ჩვენ სიონის ტაძარში გადავინაცვლეთ. ახლა ვიმყოფებით ილია მეორის საყვარელ ტაძარ სიონში, რათა პატივი მივაგოთ მის სულს. აქ სიონში ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ არჩეული ყველა პატრიარქი განისვენებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ძალა სარწმუნოებაშია და საქართველოს სიყვარულშია. პატივის მიგების, სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ თვალცრემლიანი ვტოვებთ სიონის ტაძარს. ვტოვებ და ვფიქრდები, თუ რაოდენ დიდი და მნიშვნელოვანი იყო მისი როლი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მშენებლობაში. მისი ყოველი ქადაგება თუ ეპისტოლე იყო მიმართული ჩვენი ქვეყნისა და ერის გაერთიანებისაკენ. იმედია, მალე ასრულდება მისი ეს ოცნება და ვიხილავთ გაერთიანებულ და გაბრწყინებულ საქართველოს. ჩემი პატრიარქობა იყო ზიანი ხალხი. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ,
საქართველო მიყვარხარ უგრძესი მადლობა ყველას მოგზაურობისთვის. მე მიხარია რომ აქ ძალიან კარგი სამეგრელოს პედაგოგი, კარგი მსმენელს პირველ რიგში ამისთვის ვიხდით მადლობას. მე გასწრებული ვარ ყველა გულით მოისმინეს ყველაფერი და ჩაიგეჭდა კარგად ჩვენი პატრიარქის ნამდვილს. მე ეს მინდოდა მხოლოდ მეჩხართვის, რომ ეს ყველაფერი არ დავივიწყოთ და გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, გვიყვარდეს ჩვენი საწყნოება. მიხარია რომ ასე ვქარი გქონდა. მეცდები არამედ ვიდოს. ჯერ მარტო ნახატება გამართა. არ ვარ და ახალი თაობა რა, არ ვარ და ხალხო ნახეთ რა მოხები არიან. ორ კვირაში გაგეცდა ეს ყველაფერი. კი, იდეა ჭირდებათ, მიმართულება ჭირდებათ და მე ისე მოყვებიან როგორც თქვენ გამიხარდებათ. ბედნიერ გზაზე გადაროთ მამას ეციერმა. აი ესე მაგზევე ჩუდო და მართლა არასდროს არ დავისწრებთ, ვინ ხარ, ვისი გორის ხარ და რა დანაბარები გაქვს შესასრულებელი. კიდევ ერთი კითხვა მაქვს. რას აპირებ ცხოვრებაში? რა მინდა გითხრა საბა? ძალიან კარგი ჟურნალისტი ხარ ახლა უკვე. ახლა მართლა კარგი ჟურნალისტი ხარ, თავის დალაგებით, ეთიკით, ესთეტიკით ყველაფრით. შენ კარგი ოპერატორი ხარ. მოგზაურობისთვისა და ჩვენი შრომის დაფასებისთვის. დიდი მადლობა უფალს, რადგან მომცა შეაძლებლობა ჩემს მეგობრებთან ერთად პატივი მივეგო პატრიარქის სულისათვის. God